მანამ სანამ Nokia მობილური ტელეფონების გამო გახდებოდა ცნობილი, მას ტექნოლოგიასთან კავშირი არ ჰქონდა. Nokia დაიწყო როგორც პატარა ბიზნესი, რომელიც ფინეთში ქაღალდს აწარმოებდა. რთულია წარმოიდგინო, რომ კომპანია, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ხეს ამუშავებდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი გახდებოდა მობილურ ტელეფონებში. ისტორია დაიწყო 1865 წელს. ფინელმა ინჟინერმა ფრედრიკ ეიდესტამმა ააშენა ცელულოზის ქარხანა ტამარკოსკის ჭორომებთან ტამპერეში, ფინეთში. ცელულოზის ქარხანა არის ფაბრიკა, სადაც ხეს რბილ მასალად გადაამუშავებენ, რათა შემდეგ გამოიყენონ ქაღალდის წარმოებაში. ფინეთი შესანიშნავია ესეთი ბიზნესისთვის, რადგან აქ ბევრი ტყეა და ძლიერი მდინარეები, რომლებიც ენერგიის წყაროდ შეიძლება გამოიყენონ. ეიდესტამის ბიზნესი გაიზარდა. 1868 წელს მან მეორე ქარხანა ააშენა, ნოკიან-ვირტას მდინარესთან და ნოკიას ქალაქთან ახლოს. სწორედ ამ ადგილის სახელიდან მოდის სახელწოდება Nokia. 1871 წელს ფრედრიკ ეიდესტამმა და ლეო მეკასმა დაარსეს კომპანია. მრავალი წლის განმავლობაში Nokia-ს ძირითადი ბიზნესი იყო ქაღალდი და ხის პროდუქტები, მაგრამ კომპანია ამით არ შემოიფარგლა. 1886 წელს ეიდესტამი პენსიაზე გავიდა. ლეო მეკასი კი Nokia-ს ერთ-ერთ ხელმძღვანელად გახდა. მან დაინახა, რომ მდინარის ძლიერი დინება შეიძლებოდა ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოეყენებინათ. ამიტომ 1902 წელს Nokia-მ ელექტროენერგიის წარმოებაც დაიწყო. როდესაც Nokia იზრდებოდა, ორი ფინური კომპანია ჩამოყალიბდა, რომლებიც მის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდნენ. პირველი იყო ფინური ვეზინის ქარხანა. ეს კომპანია აწარმოებდა რეზინის ჩექმებს, საბურავებს და სხვა რეზინის პროდუქტებს. მეორე იყო ფინური საკაბელო ქარხანა, რომელიც 1912 წელს დაარსდა. ეს კომპანია აწარმოებდა კაბელებს ელექტროენერგიისთვის, ტელეგრაფისა და ტელეფონისთვის. დროთა განმავლობაში ეს სამი ბიზნესი ერთმანეთთან დაკავშირებული გახდა. 1922 წლისთვის Nokia, ფინური რეზინის ქარხანა და ფინური საკაბელო ქარხანა უკვე ერთი მმართველობის ქვეშ იყვნენ. ეს იყო ურთიერთდაკავშირებული მენეჯმენტი, თუმცა ისინი ჯერ კიდევ დამოუკიდებელი კომპანიები იყვნენ. ეს შეიცვალა 1967 წელს. სამი კომპანია გაერთიანდა და შეიქმნა ახალი Nokia კორპორაცია. ამ გაერთიანების შედეგად Nokia აწარმოებდა უამრავ სხვადასხვა პროდუქტს. ისინი ამზადებდნენ ქაღალდს, რეზინის პროდუქტებს, საბურავებს, კაბელებს და სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებს. ეს ნიშნავს, რომ Nokia ჯერ კიდევ შორს იყო მხოლოდ მობილურ ტელეფონებზე ორიენტირებული კომპანიისგან. მაგრამ Nokia-ს ერთმა ნაწილმა ნელ-ნელა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ეს იყო ელექტრონიკა და ტელეკომუნიკაციები. 1960-იან და 1970-იან წლებში Nokia-მ დაიწყო რადიოებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის წარმოება. კომპანიამ ასევე დაამზადა აღჭურვილობა ფინეთის სამხედროებისთვის და შევიდა სატელეფონო ქსელების ბიზნესში. კომუნიკაციის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად Nokia-მ დაიწყო ავტომობილებში გამოსაყენებელი მობილური ტელეფონების წარმოებაც. 1982 წელს გამოვიდა Mobira Senator. ეს იყო ავტომობილის ტელეფონი, რომელიც შექმნილი იყო ნორდიულ მობილურ სატელეფონო ქსელისთვის, ანუ NMT-ისთვის. ის დიდი და მძიმე იყო დღევანდელ მობილურ ტელეფონებთან შედარებით. ის არც ადვილად სატარებელი იყო, რადგან სპეციალურად ავტომობილში გამოსატანებლად იყო შექმნილი. მაგრამ Mobira Senator მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან აჩვენა, რომ Nokia-ს შეეძლო მობილური საკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოება. შემდეგ წლებში Nokia-მ კიდევ უფრო მეტად გაამახვილა ყურადღება უკაბელო კომუნიკაციაზე. ამასთან ერთად ევროპაში ახალი მობილური ტელეფონების სისტემა იქნებოდა, მას GFN ეწოდებოდა. GSM-მა ხელი შეუწყო იმას, რომ მობილური ტელეფონების გამოყენება სხვადასხვა ქვეყანაში უფრო მარტივი გამხდარიყო. Nokia-მ დიდი წვლილი შეიტანა GSM ტექნოლოგიის შექმნაში. 1991 წლის 1 ივლისს ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ჰარი ჰოლკერიმ პირველი ოფიციალური GSM ზარი განახორციელა Nokia-ს მოწყობილობით. ეს მნიშვნელოვანი იყო Nokia-სთვის, რადგან სოფლიო იწყებდა ციფრულ მობილურ ტელეფონებზე გადასვლას და Nokia ერთ-ერთი წამყვანი კომპანია იყო ამ ახალ ტექნოლოგიაში. მაგრამ დიდი პრობლემა არსებობდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ფინეთი მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. ასევე დაიშალა საბჭოთა კავშირი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფინური კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო. ამასთან ერთად Nokia-საც უჭირდა და უნდა მიიღო გადაწყვეტილება, თუ როგორი კომპანია სურდა ყოფილიყო. 1992 წელს Nokia-ს არმასულებელი დირექტორი გახდა იორმა ოლილა. მანამდე ის კომპანიის მობილური ტელეფონების ბიზნესს ხელმძღვანელობდა. ოლილამ დაინახა, რომ ტელეკომუნიკაციებს დიდი მომავალი ექნებოდა. ამიტომ Nokia-მ დიდი ცვლილება განახორციელა, მან ნელ-ნელა გაყიდა ან დატოვა ბევრი ბიზნესი, რომელიც ტელეკომუნიკაციებთან არ იყო დაკავშირებული. მას აღარ სურდა დროისა და ფულის გაყოფა უამრავ პროდუქტზე. ამის ნაცვლად Nokia უფრო მეტად მობილურ ტელეფონებსა და საკომუნიკაციო ქსელებზე კონცენტრირდა. ეს ძალიან დიდი რისკი იყო. Nokia ადრე კომპანია იყო, რომელიც უამრავ პროდუქტს აწარმოებდა, ახლა კი მისი მომავლის დიდი ნაწილი ერთ ინდუსტრიაზეა დამოკიდებული, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება და იზრდება. მაგრამ 1990-იან წლებში
ადამიანების რაოდენობა სწრაფად დაიწყო ზრდა. ყველას უნდოდა საკუთარი მობილური ტელეფონი და Nokia ზუსტად სწორ დროს აღმოჩნდა. ყოფილი კომპანია, რომელიც ქაღალდის წარმოებით დაიწყო, ახლა ერთ-ერთ უდიდეს მობილური ტელეფონების კომპანიად იქცეოდა მთელ მსოფლიოში. 1990-იანი წლების დასაწყისში Nokia ჯერ კიდევ არ იყო ყველაზე დიდი მობილური ტელეფონების კომპანია. იმ დროს უფრო ცნობილი იყო Motorola და Ericsson-ი, მაგრამ Nokia-ს ჯეროდა რომ დადგებოდა დრო, როცა მობილურ ტელეფონებს მხოლოდ ბიზნესმენები აღარ გამოიყენებდნენ. Nokia-ს ჯეროდა რომ მობილური ტელეფონი ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც ჩვეულებრივი ნივთი გახდებოდა. ამიტომ Nokia-მ შექმნა უფრო პატარა, მარტივად გამოსაყენებელი და ხელმისაწვდომი მობილური ტელეფონები. ბევრ Nokia-ს ტელეფონს დიდი ბატარეის ხანგრძლივობა ჰქონდა და ისინი გამძლეობითაც გამოირჩეოდნენ. Nokia სწრაფად გაიზარდა. 1998 წელს Nokia-მ გადაასწრო Motorola-ს და გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მობილური ტელეფონების წარმოებელი. Nokia-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მობილური ტელეფონი იყო Nokia 3310, რომელიც 2000 წელს დამოვიდა. ეს ტელეფონი ძალიან მარტივი იყო, მას არ ჰქონდა კამერა, სენსორული ეკრანი ან აპლიკაციები, მაგრამ ბატარეა დიდხანს ძლევდა. მარტივი იყო გამოსაყენებლად და გამძლე. ამ ტელეფონს ასევე ჰქონდა თამაში Snake, რომელიც ბევრ მოხარებელს უყვარდა. ასევე შეიძლებოდა ტელეფონის кейსის შეცვლა. ამიტომ ადამიანს შეეძლო აერჩია მისთვის სასურველი დიზაინი. Nokia 3310-ის გაყიდვები ძალიან მაღალი იყო. შეფასებით გაყიდული იქნა 120 მილიონზე მეტი ერთეული. ამდენი ერთეული გაიყიდა. ამიტომაც დღემდე ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძველი მობილური ტელეფონია Nokia-სგან. მაგრამ კიდევ ერთი Nokia-ს ტელეფონია, რომელმაც უფრო მეტი გაიყიდა. 2003 წელს დამოვიდა Nokia 1100. ის გააკეთეს მარტივად და იაფად, რათა უფრო მეტ ადამიანს შეეძლო მისი შეძენა. ტელეფონს ფანარიც ჰქონდა. ეს დიდი დახმარება იყო იმ ადგილებში, სადაც განათება ნაკლებად იყო ან ხშირად ითიშებოდა ელექტროენერგია. Nokia 1100-ის გაყიდვებმა 250 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. ამის გამო ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მობილური ტელეფონი ისტორიაში. Nokia-ს წარმატების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მას სხვადასხვა ტიპის მობილური ტელეფონები ჰქონდა. იყო იაფი ტელეფონი დამცლებთათვის, იყო უფრო გამძლე მოდელი სამუშაოსთვის, იყო ტელეფონი კამერით და მუსიკალური პლეიერით, ასევე იყო უფრო მოწინავე ტელეფონი ბიზნესისთვის. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ნებისმიერი ბიუჯეტისა თუ საჭიროების მქონე ადამიანს შეეძლო Nokia-ს ტელეფონის შეძენა. პოპულარული გახდა ასევე ხმა, რომელსაც Nokia Tune ეწოდება. ეს პირველად გამოიყენეს Nokia-ს ტელეფონებში 1990-იან წლებში. იმდენად ბევრი ადამიანი იყენებდა Nokia-ს, რომ ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზარის ხმა მთელ მსოფლიოში. როდესაც მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობა იზრდებოდა, Nokia-ს კომპანიაც განაგრძობდა ზრდას. 2005 წლისთვის Nokia უკვე აშკარად ნომერ პირველი მობილური ტელეფონების კომპანია იყო მთელ მსოფლიოში. იმ წელს კომპანიამ გაყიდა დაახლოებით 265 მილიონი მობილური მოწყობილობა და ფლობდა გლობალური ბაზრის თითქმის 1/3-ს. შემდეგ წლებში ბიზნესი კიდევ უფრო გაიზარდა. 2007 წელს Nokia-ს გაყიდვებმა 51 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. კომპანია ფლობდა მობილური ტელეფონების ბაზრის უზარმაზარ ნაწილს მთელ მსოფლიოში. ფინეთში პატარა ქაღალდის ბიზნესიდან Nokia-მ ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიად იქცა მსოფლიოში. მაგრამ იმავე წელს შეერთებულ შტატებში ახალი მობილური ტელეფონი წარადგინეს. 2007 წლის 9 იანვარს Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Steve Jobs-მა პირველი iPhone წარადგინა. მისი გარეგნობა განსხვავდებოდა იმ დროის პოპულარული მობილური ტელეფონებისგან. მას დიდი ეკრანი ჰქონდა და თითქმის არ ჰქონდა ფიზიკური ღილაკები. ტელეფონის სამართავად თითებს იყენებდნენ სენსორული ეკრანის საშუალებით. მან ასევე გააერთიანა მობილური ტელეფონი, მუსიკალური პლეიერი და ინტერნეტ მოწყობილობა ერთ პროდუქტში. იმ დროს Nokia ჯერ კიდევ მობილური ტელეფონების ბაზრის მეფე იყო. მაგრამ iPhone-ის გამოჩენა დიდი ცვლილებების დასაწყისი იყო. ნელ-ნელა იცვლებოდა ხალხის სურვილები. საკმარისი აღარ იყო, რომ მობილური ტელეფონი მხოლოდ ზარებსა და ტექსტზე ყოფილიყო კარგი. უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ინტერნეტი, სენსორული ეკრანი, პროგრამული უზრუნველყოფა და აპლიკაციები. და სწორედ აქ დაიწყება Nokia-ს ყველაზე დიდი პრობლემა. როცა პირველი iPhone-ი გამოვიდა, Nokia მაშინვე არ შეშინებულა. Nokia-ს ჯერ კიდევ დიდი უპირატესობა ჰქონდა მობილური ტელეფონების ბაზარს. მაშინ ბევრს მიაჩნდა, რომ iPhone-ს სუსტი მხარეები ჰქონდა, მას არ ჰქონდა ფიზიკური კლავიატურა, კამერა შეზღუდული იყო და ბევრ Nokia-ს ტელეფონთან შედარებით ძვირი ღირდა. Nokia-ს მაშინ თავისი მოწინავე ტელეფონიც ჰქონდა, ერთ-ერთი ასეთი იყო Nokia N95. მას ჰქონდა კამერა, GPS, Wi-Fi, მუსიკალური პლეიერი და სხვა ფუნქციები, რომლებიც პირველ iPhone-ში არ იყო. მაგრამ ერთი დიდი განსხვავება იყო. iPhone-ის გამოყენება ბევრად უფრო მარტივი იყო. მისი სენსორული ეკრანი დიდი იყო და ტელეფონის მარხვა თითით შეიძლებოდა. ინტერნეტში დათვალიერება და სხვადასხვა ფუნქციების გამოყენებაც უფრო მარტივი იყო. iPhone-ი კიდევ უფრო პოპულარული გახდა 2008 წელს, როცა Apple-მა გახსნა App Store. აქ მომხმარებლებს შეეძლოთ თამაშებისა და სხვა აპლიკაციების ჩამოტვირთვა. ამიტომ მობილური ტელეფონი აღარ გამოიყენებოდა მხოლოდ ზარებისა და შეტყობინებებისთვის.
უფრო და უფრო მეტი რამის გაკეთება შეიძლებოდა მასზე. ეს იყო დიდი ცვლილება, რომელსაც Nokia ვერ აუწყო ფეხი. Nokia smartphone-ებში გამოყენებული მთავარი სისტემა ეწოდებოდა Symbian. ოპერაციული სისტემა, ანუ OS, არის ძირითადი პროგრამა, რომელიც მართავს ტელეფონს. Symbian დიდი ხანია წარმატებული იყო. ის შეიქმნა იმ დროს, როდესაც უმეტეს მობილურ ტელეფონს ჰქონდა ფიზიკური ღილაკები და პატარა ეკრანები. როდესაც სენსორული ეკრანის smartphone-ები პოპულარული გახდა, Nokia-სთვის უფრო რთული გახდა Symbian-ის შეცვლა, რათა ახალ ტიპის ტელეფონებს ახვეს. ამასობაში კიდე ერთი დიდი კონკურენტი გამოჩნდა. 2007 წელს Google-მა და სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა წარადგინეს Android. ესეც smartphone-ებისთვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემა. ბევრმა მობილური ტელეფონის კომპანიამ, როგორიცაა Samsung, HTC და LG, დაიწყო Android ტელეფონების წარმოება. ამის გამო Nokia-ს უკვე ორი დიდი კონკურენტის წინააღმდეგ ბრძოლა უწევდა. ერთ მხარეს იყო Apple-ის iPhone-ი, მეორე მხარეს კი ბევრი Android ტელეფონი. Nokia მაინც აგრძელებდა ბევრი მობილური ტელეფონის გაყიდვას. მაგრამ smartphone-ების ბაზარი სწრაფად იცვლებოდა. 2010 წლისთვის Nokia-ს წილი smartphone-ების ბაზარზე უკვე იკლებდა. ამასობაში Apple და Android ტელეფონების წარმოებლები სწრაფად ძლიერდებოდნენ. Nokia-ს დიდი გადაწყვეტილების მიღება სჭირდებოდა. 2010 წლის სექტემბერში Nokia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდა Steven Elop. ადრე ის Microsoft-ში მუშაობდა აღმასრულებლად. ის ასევე იყო Nokia-ს პირველი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფინელი არ იყო. Elop-მა დაინახა, რომ Nokia ახალ smartphone-ების ბაზარზე ჩამორჩებოდა. კომპანიის სახელი ჯერ კიდევ ძლიერი იყო, მაგრამ მას სჭირდებოდა უფრო თანამედროვე სისტემა მომავალი ტელეფონებისთვის. Nokia უკვე ქმნიდა ახალ სისტემას, რომელსაც Migo ეწოდებოდა. მაგრამ 2011 წელს კომპანიამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. Nokia-მ პარტნიორობა Microsoft-თან გააფორმა. Nokia თავის ახალ smartphone-ებში მთავარ ოპერაციულ სისტემად Windows Phone-ს გამოიყენებდა. ეს ნიშნავს, რომ Nokia ნელ-ნელა დატოვებდა Symbian-ს როგორც თავის smartphone-ების მთავარ სისტემას. ეს დიდი ცვლილებაა კომპანიისთვის. 2011 წელს Nokia-მ ასევე გამოუშვა Nokia N9. ის იყენებდა Migo-ს და მისი დიზაინი სრულიად განსხვავდებოდა წინა Nokia-ს smartphone-ებისგან. ის იყენებს სენსორულ ეკრანს და swipe gestes ტელეფონის სამართავად. მაგრამ Nokia-მ Migo აღარ გამოიყენა როგორც მთავარი სისტემა. კომპანია უკვე კონცენტრირებული იყო Windows Phone-ზე, აქედან დაიწყო Lumia სერია. Nokia Lumia 800 იყო ერთ-ერთი პირველი Lumia ტელეფონი, რომელიც გამოვიდა 2011 წელს. მას მოჰყვა სხვა Lumia მოდელები. ბევრი Lumia ტელეფონის დიზაინი ლამაზია და Nokia კვლავ ცნობილია ხარისხიანი აპარატურით. მაგრამ Windows Phone-ს დიდი პრობლემა ჰქონდა. მას ნაკლები აპლიკაცია ჰქონდა ვიდრე iPhone-ს და Android-ს. დღესდღეობით აპლიკაციები ძალიან მნიშვნელოვანია smartphone-ის არჩევისას. თუ არსებობს პოპულარული თამაში, სოციალური მედიის აპლიკაცია ან სხვა სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია iPhone-სა და Android-ზე, მაგრამ არ არის Windows Phone-ზე, ადამიანების დარწმუნება რომ გადავიდნენ უფრო რთულია. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ Lumia-ს ტელეფონები კარგი იყო, Nokia-ს გაუჭირდა აღდგენა. როდესაც iPhone და Android იზრდებოდა, Nokia-ს წილი smartphone-ების ბაზარზე მუდმივად მცირდებოდა. და მომდევნო წლებში ამ პრობლემამ ერთ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა კომპანია. Nokia-ს მობილური ტელეფონების ბიზნესი მუდმივად იცვლებოდა. კიდევ უფრო დიდი პრობლემა გაჩნდა. ბევრ დეველოპერს არ სურდა აპლიკაციების შექმნა Windows Phone-სთვის, რადგან მას ცოტა მომხმარებელი ჰყავდა. და ბევრ ადამიანს არ სურდა Windows Phone-ის ყიდვა, რადგან მას ცოტა აპლიკაცია ჰქონდა. ამ დროს Nokia-ს smartphone-ების გაყიდვები მუდმივად იქლებდა. კომპანია, რომელიც ოდესღაც მსოფლიო ლიდერი იყო, სწრაფად ჩამორჩა smartphone-ების ბაზარზე. 2013 წლის სექტემბერში Nokia-მ დიდი გადაწყვეტილება მიიღო. გამოაცხადა, რომ კომპანიის თითქმის მთელი მობილური ტელეფონების ბიზნესი Microsoft-ს 5.4 მილიარდ ევროთ დაიყიდებოდა. დაყიდვა დასრულდა 2014 წლის აპრილში. Microsoft-ს გადაეცა Nokia-ს მობილური ტელეფონების წარმოების ბიზნესის დიდი ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ Nokia, რომელიც ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მობილური ტელეფონების მწარმოებელი იყო, აღარ აწარმოებს საკუთარ ტელეფონებს პირდაპირ როგორც ადრე. თუმცა Microsoft-ისთვის ეს შეძენა წარმატებული არ აღმოჩნდა. 2015 წელს Microsoft-მა დიდი ზარალი მიიღო Nokia-ს ტელეფონების ბიზნესის შეძენით. მისი ღირებულებიდან დაახლოებით 7.6 მილიარდი დოლარი დაიკარგა. ამის გამო ტელეფონების განყოფილებაში ბევრი თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. მოკლედ რო ვთქვათ, Microsoft-მა ვერ შეძლო Nokia-ს ყოფილი მობილური ტელეფონების ბიზნესის გადარჩენა. მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ამ გავარკვიოთ. Nokia როგორც კომპანია არ გამქრალა. მან გაყიდა თავისი მობილური ტელეფონების ბიზნესის დიდი ნაწილი. Nokia-ს დარჩა თავისი სხვა ბიზნესები, განსაკუთრებით კი საკომუნიკაციო ქსელებისთვის საჭირო აღჭურვილობის წარმოება. 2015 წელს Nokia-მ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.
მან შეიძინა სატელეკომუნიკაციო კომპანია Alcatel-Lucent, დაახლოებით 15.6 მილიარდი ევროს პირებულების გარიგებით. ამის შედეგად მან კიდევ უფრო გააფართოვა თავისი ბიზნესი საკომუნიკაციო ქსელებში. ამასთანავე Nokia-ს სახელი კვლავ დაბრუნდა მობილურ ტელეფონებზე. ფინურმა კომპანიამ სახელად HMD Global-მა მიიღო უფლება რომ გამოიყენოს Nokia-ს ბრენდი მობილურ ტელეფონებზე. შემდგომში HMD-მა გამოუშვა Nokia-ს ბრენდირებული Android ტელეფონები და მარტივი ჰილაკიანი ტელეფონები. 2017 წელს კი Nokia 3310-იც დაბრუნდა განახლებულ ვერსიაში. ეს მოდელი გავს ცნობილ ძველ ვერსიას, მაგრამ აქვს ფერადი ეკრანი და უფრო ახალი ფუნქციები. თუმცა მობილური ტელეფონები აღარ არის Nokia Corporation-ის მთავარი ბიზნესი. დღესდღეობით კომპანია უფრო კონცენტრირებულია ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის წარმოებაზე, რომლებიც გამოიყენება მობილური სიგნალებისა და ინტერნეტ ქსელებისთვის. დღემდე Nokia-სთვის დიდი ბიზნესი რჩება მობილური, ფიქსირებული და სხვა საკომუნიკაციო ქსელებისთვის აღჭურვილობის წარმოება. 2026 წელს მისი ძირითადი ბიზნესი ორგანიზებული იყო ქსელის ინფრასტრუქტურასა და მობილური ინფრასტრუქტურის გარშემო. ამიტომ Nokia სინამდვილეში არ მომკვდარა, რაც დაიკარგა იყო მისი ყოფილი ძალაუფლება, როგორც მობილური ტელეფონების ბაზრის მეფე. და მაინც დიდი კითხვა რატო მოხდა ეს? ეს არ იყო იმიტომ, რომ Nokia-ს არ შეეძლო კარგი ტელეფონების წარმოება. მას ბევრი კარგი ინჟინერი ჰყავდა. მისი სახელი ძლიერი იყო და მილიონობით ადამიანი ენდობოდა ამ ბრენდს. პრობლემა ის იყო, რომ მობილური ტელეფონების ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლებოდა. თავდაპირველად მობილური ტელეფონისთვის მთავარი იყო ზარები, შეტყობინებები, კარგი სიგნალი, ხანგრძლივი ბატარეა და გამძლე корпуსი, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა iPhone. Android-ის მოსვლასთან ერთად ბრძოლა შეიცვალა. უფრო მნიშვნელოვანი გახდა სენსორული ეკრანი, ინტერნეტი, აპლიკაციები და მარტივად გამოსაყენებელი პროგრამული უზრუნველყოფა. Nokia კვლავ ძლიერია თავად ტელეფონების წარმოებაში, მაგრამ გაუჭირდა ისეთი პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების სისტემის შექმნა, რომელიც შეეჯიბრებოდა Apple-სა და Android-ს. Nokia-მ ასევე მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც წარმატებული არ აღმოჩნდა. მან დატოვა Symbian-ი და არ გააგრძელა Migos როგორც მთავარი სისტემა. ამის ნაცვლად მან გადაწყვიტა დაედო Sony Windows Phone-ზე. ვერც ამას ვიტყვით ზუსტად. არ არის ნათელი, რომ Nokia აუცილებლად წარმატებული იქნებოდა თუ Android-ს აირჩევდა. მაგრამ აშკარაა, რომ Android-ი სწრაფად გაიზარდა, მაშინ როცა Windows Phone-ს გაუჭირდა და ეწია. ამიტომ სულ რამდენიმე წელიწადში Nokia-ს პოზიცია შეიცვალა. კომპანია, რომლის მობილურებსაც თითქმის ყველგან იყენებდნენ, გადაიქცა კომპანიად, რომელიც თითქმის გაქრა მთავარი სმარტფონების ბაზრიდან. მაგრამ ამ ამბავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს. Nokia-ს ბევრი ყოფილი თანამშრომელი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არ გამქრალა. ზოგიერთი სხვა კომპანიაში გადავიდა, ზოგმა კი საკუთარი ბიზნესი შექმნა. ამიტომ Nokia-ში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ფინეთის ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებასაც დაეხმარა. და აქ ჩანს რატო არის Nokia-ს ისტორია განსაკუთრებული. ეს ყველაფერი 1865 წელს დაიწყო, როგორც ქაღალდის რბილობის საწარმო. შემდეგ ის ელექტროენერგეტიკში, რეზინის პროდუქტებში, კაბელებსა და ელექტრონიკაში შევიდა. როცა მობილური ტელეფონები გამოჩნდა, Nokia-მ კიდევ ერთხელ შეიცვალა და ყველაზე დიდი გახდა. მაგრამ როცა ტექნოლოგია ისევ შეიცვალა, მან ვეღარ შეძლო საკმარისად სწრაფად აყოლა. დღევანდელი Nokia აღარ არის ის Nokia, რომელსაც კლავიატურიანი ტელეფონების დროს ვიცნობდით, მაგრამ კომპანია ჯერ კიდევ არსებობს. ის კვლავაც ქმნის ტექნოლოგიებს, რომლებიც ეხმარება კომუნიკაციის ქსელების მუშაობას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. Nokia-ს ისტორია კარგი შეხსენებაა ბიზნესებისთვის. თუნდაც კომპანია დიდი და ცნობილი იყოს, მას მაინც შეუძლია ჩამორჩეს თუ ვერ აუწყობს ფეხს ცვლილებებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ არ უნდა იყოს თვითკმაყოფილი, როცა ბიზნესი ძლიერია. როცა დატიდვები მაღალია და ბრენდი ცნობილია, ადვილია იფიქრო, რომ ყველაფერი კარგად იქნება მომავალ წლებშიც, მაგრამ ბაზარი სწრაფად იცვლება. არსებობს ახალი ტექნოლოგიები, ახალი კონკურენტები და მომხმარებლებსაც ახალი შეძენის გზები აქვთ. ამიტომ ინოვაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ინოვაცია ნიშნავს უკეთესი პროდუქტის, სერვისის ან მუშაობის მეთოდის შექმნას. ეს ყოველთვის არ ნიშნავს დიდ გამოგონებას. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ცვლილება, რომელიც მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებს, მაგალითად უფრო სწრაფი მიწოდება, უფრო მარტივი გადახდა, უფრო მარტივი ვებგვერდი, ან უფრო სწრაფი მომხმარებელთა მომსახურება. ცვლილება შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია თუ ის რეალურ პრობლემას აგვარებს. ბიზნესმა ასევე უნდა მოусმინოს მომხმარებელს. არ არის საკმარისი, რომ კომპანიას საკუთარი პროდუქტი კარგად მიაჩნია. საბოლოოდ მომხმარებელი წყვეტს, იყიდის თუ არა და გამოიყენებს მას. თუ ერთი და იგივე პროდუქტის შესახებ ხშირად მოდის პრეტენზიები, საჭიროა დაუყოვნებლივ გაირკვეს რა არის პრობლემა. როდესაც ბაზარზე ახალი პროდუქტი სწრაფად ხდება პოპულარული, საჭიროა გაანალიზდეს რატომ ხდება ასე. ეს არ ნიშნავს, რომ კონკურენტმა აუცილებლად უნდა დააკოპიროს იგი. თავარია გავიგოთ, რა სჭირდება მომხმარებელს და როგორ შეიძლება ეს უკეთესად მივაწოდოთ. ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლის სრული გამოცდილება.
პროდუქტი ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც ადამიანი ყიდულობს ან ბრუნდება. მაგალითად, შეიძლება რესტორანში საჭმელი ძალიან გემრიელი იყოს. მაგრამ თუ ძალიან დიდ ხანს უწევს ლოდინი და შეკვეთის გაკეთება რთულია, შეიძლება მომხმარებელი აღარ დაბრუნდეს. ასევე შეიძლება ონლაინ მაღაზიაში პროდუქტი კარგი იყოს, მაგრამ თუ გადახდის პროცესი არეულია, ან მიწოდება ყოველთვის აგვიანებს, მომხმარებელი შეიძლება სხვა გამყიდველთან იყიდოს. ამიტომ ბიზნესმა უნდა დააკვირდეს მთელ პროცესს. იმ წამიდან, როცა მომხმარებელი პირველად ხედავს პროდუქტს, სანამ შეძენას და გამოყენებას დაასრულებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება, როცა უკვე ნათელია, რომ ცვლილება ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება დაუფიქრებლად უნდა მიიღოთ. კვლევა მაინც საჭიროა. მაგრამ არც ის არის კარგი, რომ პროცესი ძალიან გაიწელოს. თუ მხოლოდ შეხვედრები და გეგმებია, მაგრამ არაფერი კეთდება, შეიძლება სხვა კომპანიამ გაგასწროთ. უკეთესია ჯერ პატარა ტესტი ჩაატაროთ. თუ ახალი პროდუქტი გაქვთ, ერთ მცირე პარტია გააკეთეთ. თუ ახალი სერვისია, ჯერ რამდენიმე მომხმარებელზე სცადეთ, ნახეთ მუშაობს თუ არა. თუ შედეგი კარგია, შემდეგ გაზარდეთ მასშტაბი. ამ გზით ბიზნესი ახერხებს ინოვაციას ისე, რომ თავიდანვე ყველაფერს არ რისკავს. დიდი რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს მთელი კომპანია. თანამშრომლებიც მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად სწორედ ისინი ამჩნევენ პრობლემებს პირველები. გაყიდვების გუნდი ისმენს, რატომ არ ყიდულობს მომხმარებელი. მომხმარებელთა მომსახურება ამჩნევს განმეორებად საჩივრებს. ინჟინრები შეიძლება პირველებმა შეამჩნიონ, რომ ტექნოლოგია მოძველებულია. ამიტომ მენეჯმენტმა უნდა შეეძლოს მოსმენა. როდესაც თანამშრომელს ეშინია პრობლემის თქმის, ხელმძღვანელობამდე შეიძლება დაგვიანებით მივიდეს რეალური მდგომარეობა. კარგი ლიდერი მხოლოდ კარგ ამბებს არ ელოდება. მას ასევე სურს დაუყოვნებლივ გაიგოს, რა არ მუშაობს. პრობლემის მოგვარება უფრო ადვილია, სანამ ის პატარაა. კიდევ ერთი გაკვეთილია, რომ არ დააყრდნო მთელი ბიზნესი შემოსავლის ერთ წყაროს. როდესაც თითქმის მთელი შემოსავალი ერთი პროდუქტიდან მოდის, შეიძლება დიდი პრობლემა წარმოიშვას, თუ მასზე მოთხოვნა შენ მცირდება. მაგრამ ასევე არ არის კარგი, რომ ძალიან ბევრ ბიზნესში შეხვიდე, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არ არიან. უკეთესია კომპანიას ჰქონდეს რამდენიმე პროდუქტი ან სერვისი, რომლებიც ახლოსაა მის ძირითად საქმიანობასთან. ამ გზით შემოსავლის სხვა წყაროებიც გექნება, მაგრამ ბიზნესის ფოკუსი არ იკარგება. მნიშვნელოვანია ასევე დააკვირდე საით მიდის ბაზარი და არა მხოლოდ იმას, რაც ახლა პოპულარულია. მაგალითად, შეიძლება რომელიმე პროდუქტის გაყიდვები ჯერ კიდევ მაღალი იყოს. მაგრამ თუ ყოველ წელს მისი მომხმარებელების რაოდენობა იკლებს, ეს სიგნალია, რომ მზად უნდა იყოს ცვლილებებისთვის. ამავე დროს შეიძლება ახალი პროდუქტი ჯერ კიდევ მცირე იყოს, მაგრამ თუ სწრაფად იზრდება მისი მომხმარებლების რაოდენობა, შესაძლებელია მომავალში ბაზრის დიდი ნაწილი გახდეს. ამიტომ ბიზნესმა მხოლოდ ის არ უნდა იკითხოს, ჩვენი გაყიდვები ისევ მაღალია. უნდა ვიკითხოთ ისიც, რა იცვლება სწრაფად ბაზარზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია, არ შეგეშინდეს ახალი პროდუქტის შექმნის, თუნდაც ეს შეიძლება ძველი პროდუქტის გაყიდვებს დააკლოს. მაგალითად, თუ ბიზნესი ჯერ კიდევ იღებს შემოსავალს ძველი სერვისიდან, მაგრამ ხალხს უფრო ახალი ციფრული ვერსია მოსწონს, უკეთესია ციფრული ვერსიაც შექმნილ. შესაძლოა ძველი სერვისის შემოსავალი შემცირდეს, მაგრამ თუ კომპანია არ იმოქმედებს, შეიძლება კონკურენტმა გააკეთოს უკეთესი ვერსია და წაიყვანოს მომხმარებელი. უკეთესია, რომ შენი საკუთარი ახალი პროდუქტი ჩაანაცვლოს ძველი, ვიდრე ეს კონკურენტმა გააკეთოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისთვის ნათელი იყოს, რა პრობლემის გადაჭრა სჭირდება მომხმარებელს. მაგალითად, ტაქსის კომპანია მხოლოდ ტაქსით არ შემოიფარგლება. მომხმარებელს სჭირდება, რომ უსაფრთხოდ და სწრაფად მივიდეს დანიშნულების ადგილზე. რესტორანი მხოლოდ საკვების გაყიდვით არ შემოიფარგლება. ასევე მნიშვნელოვანია სისწრაფე, მოხერხებულობა და კარგი მომსახურება. როდესაც კომპანიას ნათლად ესმის, რა სჭირდება მომხმარებელს, უფრო მარტივია დაინახოს, როგორ უნდა შეიცვალოს ბიზნესი. ინოვაციაში ფულიც მნიშვნელოვანია. სანამ ბიზნესი ძლიერია, კარგი იქნება. გამოყოთ ბიუჯეტი კვლევისთვის, ტესტირებისთვის, ტრენინგისთვის და ახალი პროდუქტის შესაქმნელად. ნუ დაელოდებით გაყიდვების ვარდნას, ახალი იდეების ძიება მანამდე დაიწყეთ. როდესაც ბიზნესი ჯერ კიდევ ძლიერია, მეტი ფული და დროა ექსპერიმენტებისთვის. როცა პრობლემა უკვე დიდია, მოქმედების შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია. საჭიროა ასევე იცოდეთ, როდის უნდა შეწყვიტოთ პროდუქტი, რომელიც აღარ მუშაობს. არსებობს კომპანიები, რომლებიც აგრძელებენ ხარჯვას პროდუქტზე, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დიდი თანხა აქვს ჩადებული მასში. მაგრამ წარსული ხარჯების საკმარისი მიზეზი არ არის, რომ გააგრძელოთ პროდუქტი, რომელსაც აღარ აქვს კარგი მომავალი. უნდა დავაკვირდეთ, იყენებს თუ არა ამას ჯერ კიდევ მომხმარებელი და აქვს თუ არა მას შემოსავლის მიღების შანსი. თუ აღარ აქვს, შეიძლება უკეთესი იყოს დრო, ხალხი და ფული გადავიტანოთ უფრო კარგ შესაძლებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლის უნარები ბიზნესის ცვლილებასთან ერთად განვითარდეს. როდესაც ახალი ტექნოლოგია შემოდის, კომპანიის თანამშრომლებმაც უნდა ისწავლონ ახალი რამ. მაგალითად, თუ ონლაინ გაყიდვები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ბიზნესმა უნდა ისწავლოს ციფრული მარკეტინგი, ონლაინ გადახდა და მიწოდება. თუ პროგრამული უზრუნველყოფა უფრო მნიშვნელოვანია, საჭიროა ისეთი ადამიანები, ვინც მისი შექმნა და გაუმჯობესება იციან.
მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის შეძენა საკმარისი არ არის. ასევე საჭიროა, რომ ადამიანებმა იცოდნენ ახალი ტექნოლოგიის გამოყენება. მნიშვნელოვანია მონაცემების გადაწყვეტილების მიღებისას. ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომელი პროდუქტი ძლიერდება და რომელი სუსტდება. რა არის ყველაზე ხშირი საჩივარი? და რატომ მიდის ზოგიერთი მომხმარებელი, მაგრამ მხოლოდ ციფრებზე არ უნდა იყოს ყურადღება. მაინც უნდა ესაუბროთ მომხმარებლებს. წაიკითხეთ უკავშირი. მოусმინეთ თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ ესაუბრებიან მომხმარებლებს. როდესაც მონაცემებს და რეალურ უკავშირს აერთიანებთ, უფრო ნათელი ხდება რა არის გამოსასწორებელი. მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ გეგმა, მანამდე სანამ პრობლემა წარმოიშვება. რას გააკეთებთ თუ ახალი დიდი კონკურენტი გამოჩნდება? რას გააკეთებთ თუ გაყიდვები შემცირდება? რას გააკეთებთ თუ ხარჯები გაიზრდება? რას გააკეთებთ თუ ახალი ტექნოლოგია გამოჩნდება, რომელიც არსებულ პროდუქტს ჩაანაცვლებს? აუცილებელი არ არის ზუსტად გამოიცნოთ მომავალი. თავარია გქონდეთ გეგმა, მოულოდნელი ცვლილებების შემთხვევაში. ასე კომპანია ნულიდან არ დაიწყებს ყველაფერს, როცა პრობლემა წარმოიშვება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ ყველა ახალი იდეა წარმატებული არ იქნება. ნორმალურია, რომ ზოგიერთიც და არ ამართლებს. თავარია, რომ რისკი თავიდან მცირე იყოს და თითოეული შეცდომიდან რაღაც ისწავლო. უფრო სახიფათოა ბიზნესი, რომელიც არაფერს ახალს არ ცდის. და შეიძლება ერთ დღესაც აღმოაჩინოს, რომ უკვე ჩამორჩა სხვებს. ასევე საჭიროა იცოდე, როდის უნდა ითხოვო დახმარება გარედან. ყველა ტექნოლოგიისა და უნარის თავად კომპანიაში განვითარება აუცილებელი არ არის. ზოგჯერ უფრო სწრაფია ტექნოლოგიის შეძენა, პარტნიორის მოძიება ან ახალი ექსპერტის დაქირავება. მნიშვნელოვანია სწორად აირჩიო, რა უნდა გააკეთოს თავად კომპანიამ და რა ჯობია აიღოს სხვა სპეციალისტისგან. ასევე მნიშვნელოვანია ლიდერებისგან მკაფიო მიმართულება. როდესაც თითოეულ დეპარტამენტს სხვადასხვა რამსუქს გააკეთოს, კომპანია ნელდება. აუცილებელია იყოს ნათელი, რა არის პრიორიტეტი, ვინ არის პასუხისმგებელი და როდის უნდა დასრულდეს სამუშაო. როდესაც მიმართულება ნათელია, მთელი გუნდი უფრო სწრაფად მოქმედებს. ბიზნესმაც უნდა იცოდეს, რა არის ის მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი მას ირჩევს. შეიძლება იმიტომ, რომ უფრო იაფია, შეიძლება იმიტომ, რომ უფრო გამძლეა, შეიძლება იმიტომ, რომ უფრო სწრაფია, შეიძლება იმიტომ, რომ უფრო მარტივი გამოსაყენებელია. როდესაც კომპანიამ იცის, რატომ ირჩევენ მას, უფრო მარტივია ამ უპირატესობის დაცვა და გაძლიერება. მაგრამ საჭიროა ყურადღება მივაქციოთ, ხომ არ აკეთებს კონკურენტი ამას უკეთესად. საბოლოოდ, Nokia-სგან ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი მარტივია. დღევანდელი წარმატება არ არის წარმატების გარანტია მომავალში. ბიზნესმა მუდმივად უნდა ისწავლოს. საჭიროა მომხმარებლისა და თანამშრომლის მოსმენის უნარი, საჭიროა ბაზრის ცვლილებების სწრაფად დანახვა, საჭიროა ახალი იდეების გამოცდის უნარი და საჭიროა მზადყოფნა, რომ შეცვალო თუნდაც ადრე წარმატებული პროდუქტი, თუ ის აღარ ჭირდება ხალხს. არ არის საჭირო ბიზნესის ყოველდღე შეცვლა, მაგრამ ასევე შეუძლებელია, რომ ყველაფერი იცლებოდეს გარშემო, ხოლო ბიზნესი იგივე დარჩეს. ბიზნესი, რომელსაც უფრო დიდი შანსი აქვს დიდხანს გაძლოს, ყოველთვის არ არის ის, რომელიც მუდმივად უცვლელია. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს მოსმენა, სწავლა და დროულად ადაპტირება.